მოგესალმებით ძვირფასო ტელემოკლედ, ჩვენ ვიწყებთ გადაცემას, რომელსაც ქვია კონსერვატორია. პატარა აპერიტივი, მეგობრებო, ძალიან უცნაური რამ ხდება დასავლეთში. მე არავის არ ვაკრიტიკებ. ჩვენ ძალიან კარგი პოზიცია გვაქვს, ყველაფერი მოგწონს, ჩუმად ვართ და ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას. აფერი არ მოგწონს უბრალოდ რაც არ არის მოსაწონი, მაგრამ კარგად მივდივართ. ზედმეტ ექსცესებს არ ვაკეთებთ. უბრალოდ გამიკვირდა ჩვენი ამერიკის პრეზიდენტის ტრამპის მიმართვა მაკრონისადმი. უბრალოდ გამიკვირდა, ხომ აქ უფლება რომ აღნიშნო, რომ ეს რაღაც სიახლეა საერთაშორისო ურთიერთობებში. მორჩ ამაზე დავასრულოთ საუბარი. იცით რომ მიმართვაზე ვსაუბრობთ, კი ბატონო. ეხლა ეგ რა თქმა უნდა გაზიანებით არის გამოწვეული, იმიტომ რომ პრობლემებია ირანთან დაკავშირებით, პრობლემებია სოფლიოში ნავთობთან დაკავშირებით, რუსეთი ხეირობს. ხო, საერთაშორისო ამიდან კიდე ერთი რამეც მინდა ვთქვა, თუ ერთდროს ვიტყვით, სომხების ამბავია, იმიტომ რომ გუშინ იყო ჩასული მოტივაციული პაშინიანი და პუტინმა უთხრა, რომ ეგრე არ არისო, რომ აქაც და იქაცო. არა, უთხრა, რომ იმ ბენეფიტებით, რომელიც ჩვენგან სარგებლობო და 1.6 მილიარდი დოლარის ბრუნვა აქვს მარტო სასოფლო სამეურნეო პროდუქტებისა სომხეთს. და იქ ცოტა ხანში ალბათ ესე თუ გაგრძელდა, ჭიას აღმოუჩენენ რაღაცებში. თუ ესე გაგრძელდა და ევროკავშირის სტანდარტები არ შეესაბამება ევრაზიის კავშირის საბაჟო სტანდარტებს. მოდით ჩვენს ბედყვილ ოპოზიციაზე ვილაპარაკოთ. ახალი თემა ეს ძაღლების თემა, ასევე ეს რაღაც გაერთიანება, რა დაარქვეს, ალიანსი, ალკტრების ალიანსი. ხო, აკლია კიდე მან კუტრების ალიანსი, ძალიან კარგია. ხო, მაგალითად, ჩერგოლიაშვილი და ბოკერია 1994 წლის პარადიგმით ცხოვრობენ, ეხლა დაიშალა საბჭოთა კავშირი და ეხლა არის ესეთი დემოკრატია ხო ნაყვავდეს დაახლოებით ეს 40 წელი არც ყოფილა თითქოს 30 წელი არ ყოფილა. მოდით ვილაპარაკოთ იმაზე, რომ აი ოპოზიციის უსუსურობაზე. მკვდარზე, სხვა შორის, ან ცუდს ან კარგს ამბობენ ან არაფერს. ან სიმართლეს. ან სიმართლეს და მოდით ჩვენ სიმართლე ვთქვათ. ხო. პირველ რიგში მოდი რა მე ძაღლებზე მინდა ვთქვა ერთი ორი სიტყვა. კი, ოღონდ თხილად, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მომხრე ყავს ძაღლებს. ადამიანებს იმდენი მომხრე არ აყავს საქართველოში და განსხვავება. როგორ ძაღლებს? ალბათ ძაღლების მომხრე ვარ და ძალიან მიყვარს ძაღლები რა. თან 6 წელს განმავლობაში თბილისში მაგ თემის ხელმძღვანელი ვიყავი და რაღაცა ერთი ორი შენი ბრალია რაღაცა. მესმის რა. მოკეთ არაფერი ისეთი არ ხდება რა. ეს არის ჩვეულებრივი პროცესი. სამწუხაროდ რაღაც კომუნიკაციური აცდენა მოხდა და ამას მოყვა რაღაცა გაუგებრა. მე მგონი ბოროტატის არგებთ რაღაცები. აგორე სპეციალურად. ანუ რა, იცი ახლა მოდი თქვათ ახლა რა, ახლა როდესაც გეუბნებიან რომ ცოცხლად წვავენ ძაღლებს. ხო, ეს იგი. და ამის გჯერა, ანუ ხო ხვდებით რა, ხო, იქ არიან ადამიანები, ძალიან კარგი ხალხი, რომლებიც მუშაობენ ამ სააგენტოებში. შენ ამ ადამიანებს, რომლებიც ცხოველებს უყვარენ, რომელსაც ცხოველებს უვლიან, რომლებიც საკუთარ ხელფას ხარჯავენ ცხოველების მოვლაზე ქუჩაში. ეუბნები რომ შენ ცოცხალი ძაღლი იყავდა 1500 2000 ლარის გამო ძაღლს ცოცხლად არას. და რეაქცია არ გაქვს. ფულის გამო არა, სადისტები არიან და უფულოდაც კარგად დაწვავდნენ. დაახლოებით ეგეთი მოკლედ რა, ანუ თქვათ რა, რომ იყო რაღაც გაუგებრობა, სამწუხაროდ როგორც ჩანს, სოციალიზმობა კარგად ვერ ჩამოაყალიბა ის, რაც უნდა აეხსნა მოქალაქეობისთვის, რაც ხდებოდა რა, ჩვეულებრივად თბილისში რომ ჩვენ სამსახური რომელიც ახლა არსებობს, ძალიან კარგად ამბობს, იმიტომ რომ სახელმწიფო ძალიან დიდ თანხებს ხარჯავს ცხოველებზე და მართლა ბოლო 10 წელიწადში ცხოველების ბედი რეალურად ძალიან გაუმჯობესებულია რა. უნდა ვნახოთ ყველანაირი სტატისტიკები, მათ შორის ცხოველების ცხოვრების ხანგრძლივობა, ქუჩაში მოვლის პირობები, მოქალაქეების ჩართულობა, რამდენი ცხოველს კუნაობენ, რამდენი ცხოველს გადაარჩენენ, ეს ყველაფერი არის, აი ხარისხობრივად მრავალჯერ გაზრდილი და ამ თემაზე ეს არის მოკლე, რაც უნდა ვთქვა. ეხლა რაც შეეხება ოპოზიციის თემას, რა, ქართულ ოპოზიციას მე ვერ ხვდები რა უნდა. ანუ რაც გულისხმობ რა, რომ ბოლო 10 წელია 2-3 წელიწადში ერთხელ აკეთებენ ერთ და იგივე სიგიჟეს. ანუ ნაცები იშლებიან, მერე ერთიანდებიან, მერე იშლებიან, მერე ერთიანდება. და 26 მაისს რო დანიშნეს გადამწყვეტი ბრძოლა, ესეც ძალიან. ანუ მე რას ვამბობ, ანუ 15 წელს თავი დააღნიშნო 26 მაისის ანუ ხალხი გამოვა ქუჩაში და სულ ჩვენი ხალხია. ანუ სერიოზულად ადამიანები, რომელმაც 26 მაისს 2000 კაციანი აქცია დაარბიეს უსასტიკესად. ანუ ეს იყო ჩვეულებრივ დასჯა, ხო?
ანუ ნინო ბუჯანაძე, რომელიც მათი ყოფილი მომხრე იყო, დასაჯეს ფაქტიურად. ანუ ეგ იყო და მეც და ვერაფერს ხალხი დააშინეს. დააშინეს და ანუ ეს ხო გახსოვთ რა საშინელება იყო ხო ხაი ძალიან კარგად. ხუთი კაცი დაიღუპა. კი. მოკლეს 5 ადამიანი. ხო და უარყოფდნენ. და უარყოფეს და იქ რაღაცები იქ შემოაწყვეს კი, ბატონო, რაღაც და რაღაცებს და მთავარი რა იცი რომ აი ძალიან მარტივია რა რომ უკვე მოვიდა დრო რომ რაღაცეები ჩვენს ქვეყანაში შეუძლია ოპოზიციას რაღაც ნაბიჯები გადადგას რომელიც მას მისცემს საშუალებას რომ მოქალაქეების ინტერესებს გამოხატოს ოღონდ არის რამოდენიმე თემა რომელზეც უკვე საზოგადოებაში არის კონსენსუსი პირველი ომი არ გვინდა ომი არ გვინდა ნაცებშიც კი არის ეს კონსენსუსი რა რომ ომი არ გვინდა შესაბამისად ნებისმიერი აგრესიული რიტორიკა რო აი ამერიკას დავეხმაროთ ირანი აი ეს არაფერი მსგავსი არ მართლობ მეორე გააჩნდა მოთხოვნილება პოლიტიკაში ლაპარაკი იყოს ქართული ინტერესებზე ანუ რომ ერთხელ და სამუდამოდ ქართული პოლიტიკა განისაზღვრებოდეს არა იმით რომ lietuveli პოლიტიკოსებს რა უნდა საქართველოს ხდებოდა არამედ რა მოთხოვნები აქვს საქართველოს მოსახლეობას თოდ ძაღლებზე ვერაფერს ვერ ვიტყვი ძაღლებზე ვერ ვიტყვი თუმცა საერთაშორისო ვითარებაზე და იმისგან გამომდინარე საქართველოზე ბევრი რამე შეიძლება თქვა მან ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია მე მახსოვს ჩერგოლოიშვილმა მაშინ როდესაც დაარბიეს დაწერა დიდი იყო ეხლა ამაყად გავული სისხლით ჩექმებს ჩავიცვალ და სისხლით მორწყუ იმაზე ვაჭყაპუნე ფეხებს კი ეგრე და ანუ ლოგიკა რა იყო რომ მაშინ არგუმენტი იყო რომ ეს იყო სახელმწიფო სიმბოლიკა 26 მაისი და არ შეიძლებოდა ამ ესე იგი დროს აქციები და პოლიტიკური რაღაცა და ამით აპრავებდნენ იმ სასტიკ დაშლას რა სასტიკი დაშლაც მაშინ იყო სადაც ადამიანები მოკვდნენ და ეხლა ადამიანები რომლებიც ამას აკეთებდნენ წლების წინ ეხლა 26 მაისი აირჩიეს ხო და გასაგებია რატომ ეს ჩვეულებრივი პროვოკაციული ის არის მომენტი არის რომ რაღაცა აი აბა რას გვიზავდა და რატომ აკეთებენ ამას რომ მთელი ეს სტრატეგია რაც აქვს აი დაშლილ ნაცებს ხო ეხლა ეგ დაშლილი და შეერთებული დაშლილი და შეერთებული ნაცები არის ის რომ დაგვაჯერან რომ ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა ერთნაირები არიან რომ აბა თუ დაშლით აბა თუ ისე მოიქცევით როგორც ჩვენ მოიქცევით და ვიქცეოდით და ეს განსხვავება წაშალონ რა აი მათი მთავარი სტრატეგია არის იმაში რომ პროვოკაცია ხო ეს განსხვავება დაგვაჯერონ ეს განსხვავება არსებობს რომ ყველა პოლიტიკოსი თურმე ესეთია როგორც ისინი იყვნენ თურმე არ მაშინ რაღაცა განსაკუთრებული არაფერი არ არის ესე არ არის ისინი არიან არ შემდგარი ფაშისტები თუმცა აი ფაშისტების ყველა ეს მეთოდიკა მათ უნიჭო ფაშისტები ხო არ შემდგარი თმათი არ არის ხო ნუ კომიკურები არიან ფაშიზმს და სერიოზულობა ჭირდება მაგათ არ აქვს ეს სერიოზულობა ხო ნიკა გვარამია რო გამოვა გახსოვს ერთ-ერთ აღიარებულ ფაშისტს რო კითხეს რომ თელის ერთა თქვენო საომარ მოქმედებაში რატო არის დედის ერთა ვართ დედის ერთა ფაშისტი ძალიან ცნობილი ქართული სტილია. მან ფაშისტი რო დედის ერთა ხო გასაგებია. მაშინ არა ხარ. მან ეხლა უფრო საინტერესო არის ის რომ ზოგადად აი ეს კონფლიქტი ირანის გეოპოლიტიკური თვალსაზრისით რაც დაიწყო ამერიკა ჩავარდა ძალიან მძიმე მდგომარეობაში. იმდენად მძიმე მდგომარეობაშია რომ ერთი მხრივ ტრამპს არ შეუძლია ხა ეგრე გამოვიდეს ირანიდან არ შეუძლია უბრალოდ ეგ ფიზიკურად შეუძლებელი რაღაცაა. უნდა ძალიან. უნდა, მაგრამ არ შეუძლია. აი ეს ორი ამიტომ აკეთებს შეურაცხყოფას ყველას. მეორე მხრივ ქვეყნის შიგნით არის დაწყებული დიდი პროტესტი, მისი რეიტინგი დაეცა, ამერიკელი ჯარისკაცები და ზოგადად მოსახლეობა განწყობილია ისე რომ ეგ არ არის ჩვენი ომი, ეს არის პირდაპირ თქვა ისრაელს სადანაშაულები, ისრაელის ომი და ამერიკა არ უნდა ჩაერთოს და ტრამპი აღმოჩნდა სერიოზული კრიზისის წინაშე. სერიოზული კრიზისის წინაშე რომ ის შეიძლება შევიდეს ისეთ პოლიტიკოსად, რომელიც რა ვიცი, აი მეორე ვიეტნამში ჩააყენა საკუთარი ქვეყანა და დაასუსტა საგზნობლად. სხვა შორის კარტერიც ირანმა შეიწირა, კარტერმა თუ გახსოვთ ჯიმი კარტერმა ნება მისცა სპეცრაზმელებს, ამერიკის სპეცრაზმელებს ჩაეტარებინა სპეცოპერაცია ირანში. არგო ერქვა. არგო არ ერქვა. არგო ერქვა ჩუმად რო გამოიყვანეს. და სპეცოპერაცია იყო რომ ვერტმნებით წასულიყვნენ ირანის ამერიკის საელჩოდან უნდა მოეტაცათ ხალხი, ძევლები.
ირანის ამერიკის დიპლომატიური კორპუსი და ისეთი კრახი განიცადეს, რომ კარტერი გადაყვა ამას რა. ხო, ნუ ეგ საფრთხეც არის. ხო, მაგრამ მანდ უფრო დიდი ფსონები არის, გაცილებით დიდი ფსონები არის და ესე იგი აქ პრობლემა იცით რა შეა რომ არ გამორიცხავს სახმელეთო ოპერაციას, იმიტომ რომ შეიძლება ყველაზე ისეთ ნაბიჯები გადადიდეს. ხო, ნახოთ. ხო, ეგ ეხება თვითონ დოლარის დომინაციას, ეს ეხება ნავთობის საკითხს, ეს ეხება აი ბევრ საკითხს. ჩინეთი ახლა ძალიან ჩართულია ამ პროცესებში. წარმოვიდგინეთ აი ორი ვარიანტი. ამერიკამ თუ გაიმარჯვა, აი ესე დავსვოთ, ჩინეთს უწყდება გზები, ერთ-ერთი მთლიან დამოკიდებული ხდება, მაშინ ერთ-ერთი ქვეყანა რუსეთზე იქნება და მე აფრიკაზე ლოჯისტიკურად წყდება გზები. სადაც ამხელანი ინვესტიციები შეიტანა. წყდება გზები იმ დიდ პროექტებზე, რadzეც არის ორიენტირებული ჩინეთი. და პრაქტიკულად შეერთებული შტატები მართლა გეოპოლიტიკურად სერიოზულ ოპერატიულობას მოიპოვეს. მაგრამ ეხლა მეორე სურათ. ამერიკა ჩაერთო ომში, სახმელეთო ომში. ეს ომი იწელება წლობით. 1 წელი, 2 წელი და შეიძლება გვამები, კუბები მოდის ამერიკაში. ეს ერთი, ამერიკას აღარ აქვს იმის რესურსი, სხვა რეგიონებში გადასხას. თუნდაც უკრაინაში. თუნდაც ტაივანში. ტაივანი ხო, ბაზები დაბომბილია. ბაზები დაბომბილია. და შიდა ინფლაცია, ეხლა ჩვენთვის არის ინფლაცია ისეთი არამტკივნეული საკითხი, მაგრამ დოლარის საკითხი ინფლაციისათვის ეს არის სოფლიო დონაზე ყველა ქვეყანას აბსოლუტურად ეხება ეს არ არის. და გამოხდება პუტინი და გააკეთეს BRICS გასაგებია. და ხდება ის, რომ ეს მოკავშირეები ეძებენ სხვა საკუთარ, ესე იგი, სხვა ან ოქროთი, ან სხვა ვალუტით იყიდიან საკუთარ, ესე იგი. მათ შორის საქართველოსაც უნდა ითქვას, რომ საქართველოს ჯერჯერობით ყიდულობს დოლარში. თუმცა ოქროს მარაგი აქვს. და აი ეს მომენტი, რომ თუ კი წარმოვიდგინოთ დოლარს მართლა ესეთი ინფლაციური პროცესი დაიწყო, შეიძლება იყიდოს ჩათვალეთ, რომ ყველა გადავა სხვა ვალუტად. კი ბატონო. ეს სხვა ვალუტა დავარაუდოთ იქნება ჩინური ვალუტა. თუ ადრე იყო ისე, რომ საუბრობდით ამ ნატოში არსებობდა მცირე ნაპრალები ამ ერთობაში, შეიძლება ვთქვათ, რომ ეხა არის ძალიან დიდი ბზარი გაჩნდა. ამ ბზარს ქვია ის, რომ რეალურად ნატო რაც იყო ხო რაღაც ურთიერთდახმარი იდეურ დონეზე რომ ხო რუბიო პირდაპირ ამბობს რომ გადაიხედება და ტრამპი ამატებს რომ ჩვენ ამაზე არ ხუმრობთ ხო ანუ რეალურად რუბიოთან მაგარი დამცველი იყო მაგის კი თავის დროზე ესე იყო უბრალოდ ანუ მართლა ესე მოხდა ხო რაღაცნაირად ანუ ნატო ჩვენც ხო ამ მითოლოგიაში ცხოვრობდით აქ რომ აი ნატოს ბაზა თუ იქნება ეს შემთთვის ეს დაგიცავს და დავინახეთ პირიქით რომ სადაც არის ამერიკის ბაზები იმ ყურის ქვეყნებში ის პირიქით ეს მოწყვლადი გახდა ეს ქვეყნები და მეორე მხრივ დავინახეთ ის რომ საკუთრივ ნატოს შიგნით ტრამპი აქეთ თხოვს შეიძლება ასე ვთქვათ ხრიკი იყოს რომ აი ეს ქვეყნები ცუდები არიან და მე ვარ თავადი დამწევი ძალა ამის ჩვენების მაგრამ ფაქტი სახეზეა რომ ამერიკა თხოვდა რომ დამეხმარეთ ჰორმუზის სრუტეში და ისინი ეუბნებიან რომ ვერა ბოდიში ძალიან მარტივად რო ვთქვა და რაზეც ბილდს იტყავს რა ძალიან უხერხულად ხო რაზეც ბილდს იტყავს ანუ ეხუბრება ანუ მე ვთქვა მაგ ნატოს აზრი საერთოდ რა იყო ურთიერთდახმარება ირანის დონის მეტოქე ხა რუსეთი და მაღალი უფრო ალბათ რუსეთია და ჩინეთი ხო ჩინეთი ანუ ირანი რომელიც მართლა აი 40 წელი აი ამ დღისთვის ემზადებოდა მთელი თავისი სულიერი გეოპოლიტიკური თუ სამხედრო განზომილებებით აი ეს არის ხო ნატოსთვის რაღაცნაირად ლაკმუსის ქაღალდი უნდა ყოფილიყო და აღმოჩნდა რომ ნატოს ან მე ვერ ხედავ ნატოს მომავალს უახლოეს ალბათ მოხდება ისე რაღაცაი დაშლილას ჩვენ მოვესწრებით ნატოსი უახლოეს მომავალში მე გავრისკავ ამ შემთხვევაში ამ პროგნოზს რომელიც უმადური საქმეა ზოგადად სხვა ჩერს მეც გეთახმები ვთქვათ ფაქტიურად რა გამოვიდა ახლა გინახავთ გაჭმევთ გასმევთო და ომში რა გამჭირდა თქვენი დახმარება მე ვუმდები რომ მაკრონმა ისე ჩვენი ომი არ არისო ეს მაკრონმა ომი რო დამთავრდება მე მანაც ხათაშორის იმას მაგარი უპასუხა ამან ხო ძალიან დიდი შეურაცხყოფა მიაყენა და გაოგნებულია მთელი მსოფლიო მაგრამ იმანაც მაგარი უთხრა შენი ავიამზიდი გვინდაო და აი ომი რომ მორჩება მერეო და ჩემი თავი გენასწავლოს ჩემი თავი ნუ აი არ ვიცი ეს მართლა იმერული ესკიზები ხო ნუ საოცრება ნამდვილად ერთი შეხედვით მე მგონი არც ტყუის ახლა ესეთი აგრესია რო ნატოსთან მიმართებაში ხო დამფინანსებელი თვითონ არის ინახავს ან წარმოვიდგინეთ ახლა ეს თლიანი სტრუქტურა ამერიკის აწყობილია გადაწყვეტილების მიღებებით თვითონ არიან და
იმ დროს, როდესაც რეალურად მართლა რაღაცა დაჭირდა. მეტად უნდა გამოიყენოს ახლა მაგალითად შეერთებული შტატებმა საფრანგეთთან. აი რაში გამოადგება. და მაშინადაც უარი უთხრეს და ეს აუცილებლად გადაიხედება და ზოგადად როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური არქიტექტურა იცვლება ახლა ამაზე აი ბევრი დროის კარგვაც რაღაცა ისე მიმაჩნია რომ საზოგადოებამ შეიძლება შეურაცხყოფათაც მიიღოს რომ ამ თემაზე რომ ესაუბრებენ და ყველამ კარგად იცის და ბევრზე ძალიან კარგად იციან რაც ხდება ხო და აგერა აქეთ-იქით ომებია და ევროპაში ომია, სპარსეთის ყურეში ომია, ახლო აღმოსავლეთში ამდენი ომებია და ნუ წარმოვიდგინოთ ახლა ჩვენ რომ ერთი არასწორი ნაბიჯის გადადგმა ნიშნავს რომ ჩვენც გახოვილი ვართ ამ უბედურობაში და აი ამ არასწორი ნაბიჯის გადადგმას ზოგიერთი გვაიძულებს და ზოგიერთი მათგანი აი ჩვენი ბედოულათები რო არიან რაღაცა ვირეშმაკულად ცდილობენ რომ როგორმე თავი შეგოყოფინონ ამ უბედურებას ხორცაკებ მანქანაში რა. იმიტომ რომ სხვა პერსპექტივა და სხვა გამოსავალი მაგათ არ აქვს. შალვა ეს არის გამორიცხული. თვითონ ძალიან კარგად იციან და აგერ ნუკლიც რა მომდა ხო? ხელისუფლებას თუ დააკვირდებით ხა მილიონჯერ გვითქვამს ხელისუფლებას ზუსტად იმას ეუბნებიან თვითონ როგორც არიან გასრულები ხო? წამებელები, მკვლელები ციხეებში აწამებენ რაღაც და ხა ამას დაამატეს კიდე ძაღლები მოიგონეს. რომ რაღაცა თურმე ძაღლებს სოცხლად წავენ და ამას ვინ ლაპარაკობს ახლა მოდი ესეც თქვათ რა. ნუ კარგი ყველაფერს თავი დავანებოთ, მაგრამ ადამიანებს რომლებსაც პოლიციას უცეცხლი ეკიდა თვითონ მოუკიდეს და ის უხაროდათ ირანელი ბავშვები დაბომბო დაიწყო ირანის საელჩოს და ცეკვავდნენ ხო გახსოვთ 160 გოგონა რომ ერთ დარტყმაზე გარდა ანუ ეს რაღაცეები რომ უხაროდათ რაღაცა უკრაინაში რომ დაიწყო ქათამაძე რომ ღეროდა აი საოცარ სტილში არა როგორ არის იცი თან უკრაინელი ბავშვებს რო გლოვობდნენ და სხვა ბავშვები რომ მაგათის არაფერს არ წარმოადგენს და ეს რაღაცა ტყული სენტიმენტები, ეს რაღაცა ცრემლი ზღვრა და ეს უკვე საზოგადოებას ჩემი აზრით მე ვფიქრობ რომ გაშიფრული ერთია უკვე გაღიზიანებს კაცს როგორ შეიძლება ერთი ბავშვის კვლელობა გიხაროდეს და მეორესი გწყინდეს და ადამიანი ახლა გია ბარამიძე გამოვიდა და ძაღლების უფლებებს იცავს. კარგით რა სირცხვილი აღარ არის კაცო. ის ხომ აიც იციან რომ ჩამოხვჩალის ოჯახში თოქზე რო არ ლაპარაკობენ ანუ 26 მაისამდე ჯერ არ მისულა. გია ბარამიძე რომელიც რაც მაგან სვანეთში აკეთა ხალხი ანუ თვალწინ ადამიანები რო დახოცეს და კუბდარიო და რა ეს ხო ცნობილი ამბავია სამწუხარეო რომ კაცი გარეთ არის და ციხეში არ არის და სასჯელს არ იხდის იმბედურებების რაც მას ჩადენილია ეკლესიაში რომ შევარდნენ და მე არ ვიცი რა შეიძლება რომელი ერთი შეიძლება გაიხსენოს ადამიანმა ეს გამოდის და ძაღლების უფლებებს იცავს ანუ ადამიან ციხეებში შეიძლება ახლა ციხეებში ადამიანებს არ მკურნალობდნენ და აქტიროვკა რო ქვია გამოშვება არა ერთი დღით ადრეც არ უშვებდნენ იქ უნდა მომკვდარიყო და ისე გამოეშვათ ეს ხო არა უბრალოდ ცინიკურად აკეთებდნენ მიიყვადნენ სიკვდილის პირას და მართლა ერთი დღით ადრე უშვებდნენ ხო სპეციფიკად მნიშვნელობა არა ზოგს ხო ზოგს არა ზოგს არა იყო შემთხვევები რომელსაც ერთი დღით ადრე გამოაგდებდნენ კი მაგრამ უამრავი შემთხვევა იყო როდესაც პირდაპირ განკარგულება იყო ადეიშვილის და ეს განსაკუთრებული დიდი ნაძრილები რო იყვნენ რომ არა მოკვდეს და მკვდარი გაატანეთ იმას რა ქვია პატრონებს იმიტომ რომ გააჩინა რა დონეზე იყო ნაწამები ნაცემი და გაუბედურებული ანუ ძაღლის მკურნალობა აინტერესებდა პატიმრებს უარ მკურნალობდნენ ის თურმე ჩვეულებრივი ამბავია და მივიღეთ თურმე შტერები ვართ და არ ვიცით რა ყველაზე თავარი უბედურება ის არის ხოლმე რომ ანუ ამასო ხარდამჭერები ყავს რა ხარდამჭერი ყავს თქვათ იმას რომ ბრიყვი ხარ დაიჯერე რომ ცოცხლად ძაღლებს მოკლავენ და ისე დაწოვე შედალოცილო აი ეგეთ კარგი რა ხა ყველაფერი ხო შეიძლება კაი ეს დაიჯერე ფარამიძის დაძახილზე რომ გამოდიხარ ქუჩაში არ ვიცი ხა რა საზოგადოების ძახიან რომ ბარამის დაძახილზე არ გამოდივარ ჩვენი სრული სპეკულაცია რა საიდან ირკვევა რომ მე ვიყავი გავიგე ბოლოს მიდის ადამიანს რომ ჩემი თვალით კი არ ვნახე გავიგე ინფორმაცია მივიღე მე მგონი კარგად გათამაშებული პროვოკაცია რომელსაც ძალიან კონკრეტული მიზნები აქვს მატერიალური რომ ან ძაღლების დაცვაზე მეტი გამოიყოს ან დისკრედიტაცია მოახდინოს სამსახურში შალვა დისკრედიტაცია ერთია და მეორე საზოგადოებას ანუ რაღაცა პროტესტის ერთ აი 400 რაღაცა შეიძლება ამაზე უფრო ააგორონ და ანუ ყველა მცდელობას არ აკლებენ მცდელობას რომ როგორმე ხელისუფლების წინააღმდეგ გამოიყენონ ხო
არ ყველაფრის გაუბრალოებას როგორ ცდილობენ. აი ხა იმ დღეს ხო უყურეთ ამერიკიდან ზარი იყო და პრემიერის საუბარი მტკიცებით ფორმაში ამბობენ რომ ეს გადაწყვეტასთან არაფერ შუაში არ არის. ზუსტად აიცი რა სულ ყველა მტკიცებით ფორმაში ლაპარაკობს რომ არ დაიჯეროთ არა ეს ამასთან პირიქით დატუქსეს და რომ არც ერთი მხარე განცხადებას არ აკეთებს. ორივე დიპლომატიურად რაღაცა ვისაუბრეთ უსაფრთხოების საკითხებზე მოვეფერეთ ერთმანეთს და მარტო ხუხაშვილმა და ვიღაცებმა იციან არა ეს არც ერთ შემთხვევაში ეს არ არის. რატომ? იმიტომ რომ დააკნინო. იმიტომ რომ არ შეიძლება რომ მაგათ დღევანდელი ხელისუფლება ხათ რაღაცას აკეთებდეს ისედაც ქვეყნისთვის არის კარგი. თუ მაინც მიგაჩნიათ რომ შეერთებულ შტატებთან ასეთი ურთიერთობა კარგია ქვეყანას წაადგება, მაშინ ხო პირიქით ხელი უნდა შეუწყოს, მაგრამ არა, რაც ხელისუფლებასთან არის დაკავშირებული და ქვეყანასთან არის დაკავშირებული, ეს მათ არ ჭირდება და არ აწყობს რა. ეს არის შალვა უყურე აგენტების ესენი ხო აგენტები არიან. უყურე ცოტა ხნის წინ ხო გამოქვეყნდა წიგნში ოფიციალური ინფორმაცია ვნახეთ მარტა კოსი. მარტა კოსი ეს არის გაფართოების საკითხებში ევროკომისარი. ერთ-ერთი სერიოზული ფიგურა თანამდებობით ვამბობთ, რომ თვითონ რა ფიგურაც არის, კი ვიცით, ხო? დადასტურებული ფაქტია, რომ აგენტია. კი. სლოვენიაში საიდანაც არის წარმოშობით პრეზიდენტობაზე კენჩი ყრიდა და უთხრეს იქ, რომ ეხლა გამოგიყენებთ ინფორმაციას აგენტი რო ხართ და მოხსენი კანდიდატურა და ეგრევე მოხსნა. წამოვიდა მე ატარეს და საბოლოო ჯამში გახდა ევროკომისარი, ხო? ეს ფაქტია, რომ ის არის აგენტი, დამთავრებული ამბავია. ამისი აგენტები რო არიან, ესენი ვინ არიან გამაგებინეთ რა? აგენტის აგენტები. ესენი ხო ანუ ის მარტა კოსი როგორ ფიქრობს ვინმე, რომ თავისი ნებით აკეთებს იმას, რასაც აკეთებს, რომ გადმოდგება და საქართველოს რო ზოგადად ამ პერსპექტივაზე შეიძლება ვილაპარაკოთ. ძალიან საინტერესოა, ახლა დღეს ფიქრობდი ევროკავშირთან ურთიერთობის ეკონომიკური პერსპექტივები, რომ ამაზე ბევრი ჩვენ არ დაგვითვლია. კაპიკ არის გასავლელი ყველაფერი რა. ანუ ჩვენ არც ერთ ალიანსში არა ვართ, არც ევრაზიის კავშირში, არც ევროკავშირში. თუმცა უყურე როგორ არის გასაკვირველია დღეს რაც ბენეფიტებს ვიღებთ დაუშვათ. ის ბენეფიტები როგორი იქნება მომავალში. ევროკავშირში შესვლის დროს ჩვენს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას რა დაემართება. ეს ყველაფერი არის მაგალითებით გასავლელი, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ სომხეთს ეხლა ძალიან გაუჭირდება ევრაზიული კავშირიდან რომ გადაერთოს და ევროკავშირზე და ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, ხო? ეგ საკითხავი არის. კიდე ასევე ჩვენს მომავალზე დროა სერიოზულად დავფიქრეთ. მაგალითად ეხლა მეტმაქნას მალე იქნება ხო არც თარიღი არ არის შემოფარგლული ხო აკრძალვა კონსტიტუციური სამართლოს როდის უნდა ანუ სარჩელი შევიდა 9 თვის განმავლობაში და ალბათ ზაფხულის ეს ნაბიჯი არის სასწრაფოდ გადასადგმელი რომ იურიდიული ძალაც არ ქონდათ ამ პარტიებს დღეს ჯერჯერობით აქვთ ბიუჯეტი მეგონი არ გაუქმებიათ ხო მაგათთვის ბიუჯეტი ან ნაცები და მასთან დაახლოებული პარტიები იღებენ ჩვენ ფულს ბიუჯეტიდან ხო იცი ლიბერალებს როგორც ფაშინიანს უნატრობდნენ გახსოვთ ცოტა ხნის წინ სად არის ფაშინიანი ფაშინიანის ეგეთი პრემიერი ჩვენ რო ყავდეს რა გვიჭისო და ჩვენ პრემიერს ერთ სივრცეში ყოფნას უგზავნდნენ პუტინი იყო იქ სადღაც ახლო ჩაიარა პუტინმა ეს როგორ შეიძლება და ფაშინიანი ერთი კვირა აეროსაბჭოს დელეგაციას იღებს მეორე კვირას იქ არის რა პუტინთან არის დარჩული რა პუტინმა რომ ესე აღარ გამოვაო რა არა იმან კი უთხრა მაგრამ ამისი პასუხი ნახეთ რომ ანუ ჩვენს არა ჩვენს კავშირებს არ დაემუქრებაო ის როგორ ამან პირდაპირ უთხრა რომ ანაქანიკო კი ამ ჩვენი ევროკავშირის გამო ჩვენო პრობლემები ერთმანეთთან ურთიერთობაში არ შეგვექნებაო ეს ევრაზიის კავშირში ოდკპ-შიც დარჩა ოდკპ არის ევრაზიის კავშირის უსაფრთხოების ვინმე სხვა ამოუღია ან ევროკავშირში ვინმე როგორ ახერხებს რა უნდა პუტინთან რატო დადისო ვინმე უთქვამს რომ როგორ იმ კავშირშია იმ კავშირში ესენგეში არის, დაჟე ესენგეში გონია რომ არის, არ ვიცი. არის, ხო და რა იქ არის, ფულს იქიდან აკეთებს. 1.600.000.000 ბრუნო აქვს სასოფლო-სამეურნეო გარგარი გაიტანა, ერთმა ხელი მომართო ძალიან გემრიელია სოხური გარგარი, მაგრამ გაკ მუშაობს. თავის კონიაკი კი ბატონო, სწორია, მე ჩვენ იმას ვკითხავ, რატო აკეთებსო? ხო და მოდი რა ესე ნუ ხართ რა ფაშინიანზე მაგარი
არავინ არ არის და ჩვენი არ ჯობია Փაშინიანი. ანუ სპეკულაცია. სპეკულაცია რატო იყო? იცი რომ აი ევროკავშირთან ურთიერთობები დაიწყო და მე რა მაგარი პრემიერ-მინისტრი. ხონახეთ. ნუ ფაქტია. მინდა ვილაპარაკოთ რომ როგორი ანალიზი უნდა გავაკეთოთ და როგორ ვიმოძრავოთ. ემოციურად ეხა ევროკავშირში ვიქნები და ამით მე ყველაფერზე თვალები დავხუჭო, ჩემი პროდუქციის გატანაზე, ეკონომიკურ ასპექტზე, უსაფრთხოების ასპექტზე, ეგრე მაგ მოსატყუებელი კვილი кайხანია გამოიცვალეთ რა. ძალიან მიხარია შენ წამოჭერი თემა რომელს მე ძალიან დიდი ხანია ვფიქრობ და ვლაპარაკობ. მართლა სამწუხაროდ მე არ დავმალავ, მიკითხია ძალიან მაღალი თანამდებობი პირებისთვის რომ თუ გვაქვს რამე დათვლილი მეთქი და არ გვაქვს დათვლილი სამწუხაროდ. ეს არის გასავლელი რა, ანუ ნახეთ რა მორჩა ეს ხმაწვილობა, აი სახმაწვილო პერიოდი ქართული სახელმწიფოს რა. სახმაწვილოსანი გავიარეთ რა. ჩვენ ახლა უნდა თქვათ, რა ბენეფიტები გვაქვს, იქიდან რა ბენეფიტები გვაქვს, აქედან ყველაფერი დავწონოთ და ქართული პოლიტიკა უნდა ჩამოყალიბოთ ამის მიხედვით. ანუ მოდით რა, მე სულ ამოფას რამეს რა, 2022 წლის მერე, როცა ომი დაიწყო, უცებ აღმოჩნდა, რომ საქართველოს აქვს ძალიან კარგი ვალუტა, ეს არის სიმშვიდე. კი. და ამან მოიტანა და ეკონომიკური. ამან მოიტანა რა. გაგიჟებული ხახი, რამდენი პროცენტიანი? 8.8. ხო და ნუ ახსნას ვერ უძებნი. ხახო, ესა თან შალო არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი რა. 2000-იან წლებში. ნაცების დროს იყო ეკონომიკური ზრდა. ამ ზრდას გადაგვაყოლეს. ოღონდ თავარი რა იყო იცი? საიდან დაიწყოს და? თელმსოფლიო არა შალო. მართალია. თელმსოფლიოში. მართალია სომხეთში იყო, აზერბაიჯანშიც კი ანუ, ბატონო. როდესაც საქართველოში იყო მაგდა 7.9%-იანი ეკონომიკური ზრდა, რუსეთში იყო ექსპორტი. ყველგან იყო. თურქეთში იყო 7%. ყველგან იყო. და სომხეთში და აზერბაიჯანში უფრო მაღალი იყო. ანუ ეკონომიკური ზრდა იყო იმის და მიუხედავად საქართველოში რა ხდებოდა და ეხლა რა ხდება? ეხლა სიტუაცია გვაქვს რომ საქართველოში რა ზრდაც არის უნიკალური არის. ყველაზე მაღალია რეგიონში. კი. სომხეთში არის კიდე რაღაცა ზრდა, დაახლოებით ისეთი მიზეზის გამომდინარე, რომ სომხებმა შეინარჩუნეს რაღაც კავშირი რუსეთთან კავშირი. რუსეთთან შესაბამისად ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ვალუტა, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ ამ ურთიერთობებისას. ჩვენ ახლა უნდა დავსვათ შეკითხვა, რომ გვაქვს კი ევროკავშირისგან რეალურად ის ბენეფიტი, რომელიც გვიღირს, რომ ჩვენ მაგალითად ერთ დღეს დაგვიძახებენ და გვაომებენ. მე ანუ ისი თან ომს თავი დაანებე. ეკონომიკურად გასულ. არაფერი ბენეფიტი არ აქვს. ნახე ერთი დეტალია, მე ვარ 40 წლის რა, ვუყურებ უკრაინაში რა ხდება. ომი დაიწყოს ყველაზე идеალური კატეგორია, ვისაც ომი მოუწევს, ჩვენ ვართ. კი ბატონო. ჩვენ თაობაა რა. 35-50 წლის ადამიანი, 55 ადამიანები რომ საქართველოში 30 წლამდე ბავშვი ხარ, მე მოხუცი ხარ. ანუ ძირითადი კატეგორია შესაბამისად მე მაპატიეთ ხარ, ძალიან მიყვარს საქართველოს საერთოდ არ ვაპირებ სხვა ქვეყანაში დასწროს. არც კი გამიფიქრე არასოდეს ჩემ ცხოვრების განმავლობაში. ეს არის მე არ მინდა რომ რაღაცა ლიეტუვის ლიეტუვის ლაიკი მივიღო რომ რა მაგარი ბიჭია, ომი მომწა. არ მინდა რა, არ მინდა. საუბარი თუა ჩვენთან განსაზღვრავთ. თავრობა განსაზღვრავს და ჩვენ საუბარი როცა მაშინ სხვა იქნება ჩვენ ვიომებთ რა მაგრამ მე ახლა იმიტომ რომ რაღაცა რომ ხა იმიტომ რომ ლიეტუველებს თვითონ ომი არ შეუძლიათ და პარტიზანული ომი გავაჩაღო. ერთი ადგილი არა აქვთ რომ რაღაცა რომ და ისქნან ჩვენ ამ არა საქართველოს აქვს თავისი ეკონომიკური პოლიტიკა რომელიც ჩვენ ძალიან კარგად მიდის და ერთ სიტყვა ყველაზე მთავარია რომ ბელჯიმი თქვენ გადაცემაშია თუ ასე გაგრძელდება 10 წელი ჩვენ ევროკავშირი საერთოდ დაგვჭირდება აქ გვექნება ევროკავშირი კი თავარი აქ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია აი მაგაზე ფიქრობდი ომები როგორ იცვლება თვითონ რა ჩვენ მაინც ინერციით შეჩვეულებები ვართ მეორე სოფლიო ომის რაღაც პარადიგმა, სადაც ერთი მხარე სრულიად ნადგურდებოდა და მეორე იმარჯვებდა. და თანამედროვე ომები აი აღარ იქნება ესეთი სავარაუდოდ. ანუ აჩვენებს ის რომ ეს აღარ არის ესეთი რომ ერთი მხარე აბსოლუტურად ნადგურდება. აი მაგათაც ვიტყვი რა, აი ფრიდი იყო ესეთი პრუსიის მეფე ფრიდრიხ მეორე, რომელიც დამარცხდა. ის მიხედავთ რომ ავსტრიელებთან გაიმარჯვა იმასთან, რუსებთან დამარცხდა, მაგრამ მის შერჩა სახელმწიფო და მაინც არსებობდა და არსებობა გააგრძელა რა ამ სახელმწიფომ და ჩვეულებრივად დაასრულა ამ მეფემ მმართველობა. ანუ იმის თქმა მინდა რომ ჩვენ შევდივართ რაღაც ისეთი ეპოქაში, სადაც ომის ხასიათიც კი რადიკალურად იცვლება. და ეგ ისეთი არ იქნება, როგორც იყო, როგორც ეგ შევეჩვენეთ მე-20 საუკუნეში. აქედან გამომდინარე 21 საუკუნე
მით უმეტეს აი ახლა 20-იანი წლები უკვე ისტორიაში შევა როგორც ომების დაწყების წელიწადი და 30-იანი წლებიც იქნება ეს საომარი პერიოდი რა. ამ საომარ პერიოდში მე მგონია რომ ეს გაიზრდება გეოგრაფიული არეალები ამ სამხედრო კონფლიქტების. იქნება შორეული აღმოსავლეთი თუ იქნება ეს ახლო აღმოსავლეთში რომ ძალიან ბევრი წერტილია და აქ აფრიკის აი ამ ტერიტორიაზე რაც წითელ ზღვასთანაა დაკავშირებული იქაც რომ აი ბევრი ესეთი სეპარატისტული რეგიონია რომელსაც ისრაელი უჭერს ხარს და ასე შემდეგ ჩვენ ვიცით იმის თქმა მინდა რომ ჩვენ შევდივართ რაღაც ისეთ ეპოქაში სადაც აი ეს კონფლიქტები შეიძლება იქცეს ყოველდღიური საერთაშორისო ცხოვრების ნაწილად. აქედან გამომდინარე ჩვენი სტრატეგია, გადარჩენის სტრატეგია ვეღარ იქნება ისეთი როგორც იყო ეს გუშინდელი დღე ეს არის უკვე ისტორიის ნაწილი, ეს აღარ არის თანამედროვე. ჩვენ ეხლა ძალიან ცინიკურები უნდა ვიყოთ, აი პირდაპირ გაგებ და აი რაზეც ეხლა შენ ისაუბრე მოგება წაგებას. რა თქმა უნდა. მეტი სხვა მანდის რაღაც მარცვალის ჩადება არ შეიძლება. აღარ შეიძლება. აი არის ესეთი რაღაც ჩვენ გვაქვს ეგზისტენციალური რაღაც მოცემულობა. გადარჩენა. ეხლა ჩვენ ეხლა 80 მილიონი ვიყოს, ეხლა ჩვენ რაღაცა დიდი ტერიტორია ქონდეს და რაღაცა რაღაცაზე შეიძლება სხვანაირად სხვა სტრატეგია აგერჩია, მაგრამ ჩვენ ვართ პატარა სახელმწიფო, არა გვაქვს სამწუხაროდ გეოგრაფიულ თვალსაზრისით არა გვაქვს გეოგრაფიული სიღრმე, სტრატეგიული სიღრმე, რასაც ვწოდებენ, არა გვაქვს გვაქვს სამეგრელო გვაქვს ძალიან უნიკალური ადგილმდებარეობა. ეს უნიკალური ადგილმდებარეობა კარნახობს ჩვენი პოლიტიკა აი ამ მოცემულ მდგომარეობაში უნდა იყოს არ ვიყოთ მხარე. პრაქტიკაში შეიძლება გამოაცხადო რაც გინდა ის, მაგრამ პრაქტიკაში უნდა იყოს ნეიტრალური. ყველა ამ კონფლიქტთან მიმართებაში უნდა იყოს ნეიტრალური. კი ბატონო. და ის რომ აი რატო ვერ ხსნიან საქართველოს ეკონომიკურ ზრდას მე მიგვიწევს. ის ძალიან მარტივად ხსნადია. არ ხსნიან ხო ეს მეგობრებო. არ ვიცით რატო ხდება. იმიტომ რომ ახსნან მე ხუნა მოიწონო. ხო, არის ძალიან მარტივი ის რომ ეს არის პოლიტიკა, როდესაც გზები, მოდი ესე ვთქვათ და მთელი ეს სავაჭრო ინფრასტრუქტურა თავისუფალია. სხვა ნაწილზე გადადის და გადადის იმ ნაწილზე, რასაც ქვია აი ეს პატარა ზოლი ჩინეთიდან ევროპამდე, სადაც კავკასიის ქვეყნებით შევდივარ. კი ბატონო. აქედან გამომდინარე, მე ეს მინდა ვთქვა, რომ ქართული პოლიტიკის მთავარი ამოცანა უნდა იყოს ეხლა აი საერთო სტრატეგიის შემოშევება თუნდაც სომხეთთან და აზერბაიჯანთან განსაკუთრებით. იმ ჩვენ პარტნიორებთან, რომელიც აი ამ კავკასიურ მშვიდობას ემსახურებს. კი ბატონო. ეს უნდა იყოს და ეს. კი ბატონო. ჩვენ ახლა უკვე რაღაც შეჩვეულებიც ვართ იმ დისკურსს, აი ჩვენ ნეიტრალურები უნდა ვიყოთ, უკვე უნდა ვიყოთ ცივილიზაციათა შეხვედრის ადგილი და ეს რაღაც ჩვენი ხასიათიდანაც ამოდის, ხო, რომ აი მაგალითად კონდეს ანუ უცხოსადმი შემწყნარებლობის მაღალი დონით გამოვირჩევით ქართველები და ამას თავისი გეოპოლიტიკური თარგმანი აქვს, რასაც დღევანდელი ხელისუფლება ძალიან კარგად ანხორციელებს, მაგრამ მინდა დავაკვირდეთ, რომ ეს არ არის რაღაც თავისთავადი რამ და ეს ყველგან ასე არ არის. და აი ბოლო პერიოდში ამან ეს გამოჩნდა. პროექციის შეცდომა რას ნიშნავს? ხო, როდესაც შენ თავი როგორიც არის, გონია რომ მოწინააღმდეგეც ესეც არის. ჩვენ ქართველებს შეგვიძლია რომ მარტივად რო თქვა სხვის ტყავში იოლად ჩავდგეთ, როგორც ირანელების, ისე პირობითად რა ვიცი, ევროპელების, ისრაელის, რუსეთის, უკრაინის და ანუ ანალიზი დავიღოს ყოველმხრივ. აი, მოდი დავაკვირდეთ, რაც მათ ვერ შეძლეს. რუსეთმა ეს 3 დღეში აღება არ გამოვიდა, რუსეთის დაშლა სანქციებით არ გამოვიდა. შიიტური ქვეყნის ჩამოქცევა იმით რომ თქვათ მათ ხელმძღვანელ პირებს მოუკლავდე ვერ გამოვიდა იმიტომ რა ხდება ამ დროს ხო შენ პროექციით უყურებ კი შეიძლება რა თქმა უნდა უდიდესი თქვათ ძალა და თქვათ სადაზვერო და ასეთ შემდეგ იყოს იგივე რუსეთის ისრაელის და ამერიკის ხელში მაგრამ ხო ხდება რაღაცა ტიპის ეს პროექცია ეს ძალაუფლებასაც ახასიათებს პროექციის შეცდომები და აი ჩვენ ახლა იმიტომ კი არ ვამბობ რომ თავს ვიქებთ და მართლა ქართველებს გვაქვს ჩვენია ის რომ არ ვერთვებით ხედავთ რაღაც თითქოს პანორამულად ზევიდან რომ არ დაუშვათ პროექციის შეცდომა ჩვენ გვაქვს ეს უნიკალური თვისება რომ ჩავდგეთ ყველა ტყავში და ვიყოთ მე გამოვიყენთ ეს ჩვენ ირანოზავი და ბრონტოზავი რო იბრძვიან და პატარა უყურებს ოღონდ რომელმაც ხიდან რო უყურებს და რო იცის რომელმაც იცის ოღონდ იმის პერსპექტივაში შეუძლია თქვა და შეუძლია რომ შენ და შენ რო იბრძოდი აი თქვათ იქ მარჯვნივ რო დაარტყი იმას მარჯვნივ არ უნდა დაარტყა იმიტომ რომ იმას მარჯვენა მხარე ძლიერი აქვს დაპირო შეიძლება დავამტოვე პრაქტიკული გამოყენებას ცივილიზაციის შეხვედრის ადგილი რა პლუსები მოგწევს
უკვე აი რუსეთში ეს მთელი რიგი ინტერნეტის პლატფორმები არის აკრძალული და ჩაჭრილი და ასე შემდეგ. და რაც დრო გავა გაიზრდება ეგ. ინტერნეტი რაც ვიცით, იქნება ვებები იქნება, ნეტები იქნება, ოღონდ იქნება კონტინენტი. სუვერენული. კუნძულები ვით. ეხლა ჩვენ არ ქვეყანას, როდესაც ვამბობთ ეს ცივილიზაციის შეხვედრა, ქართულს შეიძლება იქაც შევიდეს. ჩინურშიც, იქაც შევიდეს რუსულშიც. ანუ ტელეგრამიც და ფეისბუქიც. ყველაფერი იხმაროს ერთნაირად. აქედან გამომდინარე, ჩვენ ქვეყნებს შეუვლიათ რომ ყველა ამ ცივილიზაციის ინფორმაცია გასაკარზე იყოს. შეგვიძლია მაგიცოდნა. ეს არის შეხვედრა. დიგიტალურ დონეზე. ის რომ რაღაცა რო გიკიჟინებენ რომ რაღაცა ამ ომებიდან გამომდინარე აღმოჩნდით ეკონომიკა იმიტომ იზრდება რომ იძულებით რაღაცა ფორმით ჩვენთან ჩვენს გზაზე გაიარა რაღაცა მიდიან და მოდიან თუნდაც საჰაერო სივრცესაც იყენებენ ასე შემდეგ. ერთი ეგ საქმეა იქიდან გამომდინარე რომ წეღა რომ აღარ არა ცუდი არაფერი არ არის მაგაში ანუ ვითომ ნიშნის მოგებით გველაპარაკებენ აი ომი რო დამთავრდება ამერიკა ორი მსოფლიო ომის მერე გახდა ნომერ პირველი ქვეყანა. ანუ როგორც კი ომი დამთავრდება მე გაღატაკდებით იმიტომ რომ ესე კი არ იქნება ესე და ეხლა რაღაც ამას იყენებთ და დროებით მადლობა ღმერთს ჩვენს რეგიონში ომი არ დამთავრდება. ის რომ რა არის მარტო ექსპორტი კი არ არის გაზრდილი იმპორტიც გაზრდილია ანუ ხო ჩვენ იქ რაღაცა ბენეფიტებს შეიძლება ვიღებთ იმის გამო რომ ვიღაცები ცუდად მოიქცნენ მაგრამ ჩვენ დამატებით უმატებთ ჩვენს გონივრულობას შესაბამისად იმპორტიც იზრდება და ექსპორტიც იზრდება. ერთი ის რომ არ გამოგვჩეს შავა წეღან ანუ რაც იყო თავი და თავი ამ ევროკავშირთან ურთიერთობიდან გამომდინარე რა შეიძლება პრობლემები დაგვიდგეს. მოდი რაღაცა მტკიცებით ფორმაში არ ვილაპარაკოთ, მაგრამ ავიღოთ საბერძნეთის მაგალითი. ბატონო. და რატომ იყო გერმანია სამრეწველო ესეთი ძლიერი და რატომ დასუსტდა საბერძნეთი? იმიტომ რომ საბერძნეთს წაართვეს გემთმშენებელი ქარხანაც კი. კი ბატონო. ფლოტი წაართვა. ხო, გააძლიერეს დასავლეთ ევროპაში თქვათ გერმანია. და გერმანიამ როგორ დააკაბალა ეს ცალკე საკითხია. ეს ცალკე საკითხია ეხლა პრობლემები შეეხება. ანუ რატომ გვგონია ჩვენ რომ თქვათ რითაც საქართველოს რაღაცა წარმოებასთან დაკავშირებით ვამაყობ რაც გვაქვს ბუნებრივად იმასთან დაკავშირებით შეზღუდვები არ დაგიწესონ და არ გახდეს საბერძნეთივით ასე იმაზე ლუკმაპურის გადმოგდებასთან დაკავშირებით ანუ როგორც კი რაღაცა ზღვარზე მიხვალ ეკონომიკური კოლაფსის რაღაცას გადმოგიგდებენ და ამით უნდა გმართონ მურჩა და გათავდა და როდესაც იქამდე მე თუნდაც 30 წლამდე საზოგადოება თუ აი 10 წელიო ხო თქვი 10 წელი სრულად ისეთი რაღაცა გონივრული ვადა მაგრამ 30 წლამდე თუ ასე გაგრძელდა და დავაკვირდი და საზოგადოება მის გადაწყვეტილება მიიღო, რასაც აქამდე რაც გონივრულად იქცევა, ხელშესახების შედეგიც კი გვექნება 2030 წლამდე და თვითონ საზოგადოება დაფიქრდება. არ არის საჭირო, თქვათ რაღაცა დღეს ან ხელისუფლების მხრიდან ან ვიღაცის მხრიდან, თუნდაც ჩვენი მხრიდან აქტიურობა. არაფერი ჩვენ კონსტიტუციით განსაზღვრული გვაქვს, აქამდე რაღაცა გეზი და მიმართულება გქონდა. მოდი ჩვენ ამ გეზით და მიმართულებით ვიაროთ და იქ იმ ზღვარზე რომ მივალთ, სადაც ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ ყველაზე მომზადებული ქვეყანა ვიქნებით, ხო? მე შევაფასოთ. მე იმიტომ რომ იქამდე 4 წელი, 5 წელი არის დარჩენილი. 5 წლის განმავლობაში ნატოს დანგრევასაც პერსპექტივა აქვს სერიოზული. შეიძლება მაგდენი არ დაჭირდეს. და ევროკავშირს კი ბატონო და ევროკავშირს კიდე მით უმეტეს რა ვიცი შენ რომ მივალ შეიძლება ევროკავშირს სახში არ დაგხვდეს შენ მოუსმენი იყო იქ რო ვიქნებით არა რა თქმა უნდა ანუ ჩვენ იმ გზაზე უნდა ვიაროთ ის კრიტერიუმები ეკონომიკური ზრდის კრიტერიუმები დავაკმაყოფილო და დემოკრატიის ხარისხი საერთოდ არ გვაინტერესებს აქ არის მთავარი რაზეც პასუხისგებლობა არის აღებული რომ ანუ დემოკრატიის ხარისხი უნდა გქონდეს ქვეყნის მმართველობის ოღონდ არ დავიკითხოთ იმათ რა თქმა უნდა, არა. ისე უნდა ვაშენოთ, რომ იმათი რაღაც გვაზრო შენიშვნები გასათვალისწინებელი არ არის. რა თქმა უნდა, როგორც იმათი არ არის გასათვალისწინებელი, რატომაც ართ ამ მდგომარეობაში, ისე მაგალითად ეხლა ეს რაღაცა 26 მაისთან დაკავშირებით დამოუკიდებლობის დღეს უნდა მოაჯდნენ გასაგებია, რომ ვინ ბიჭო? ვინა? ჩერგოლეიშვილი. ანუ გავანებოთ თავი ახლა წეღარ ხო თქვით უკვე 26 მაისს რაც აკეთეს ამათ და სულიად საკმარისი იყო იმისთვის რომ ამათმა ესეთ მაგრამ იმოდენად
უტიფრობას თავი დაანები, ანუ დავალება როგორია, იცი რომ აი ზუსტად ეკონომიკაზე რო ლაპარაკობთ, ეკონომიკას უნდა დაარწყა. ქვეყანა უნდა დააყენონ დარტყმის ქვეშ. პრობლემები უნდა შეუქმნან და კიდევ ერთხელ გააშაონ, თქვა საერთაშორისო ასპარეზზე. და იცი როგორ არის? დამოუკიდებლობაზე როგორ შეიძლება ლაპარაკობდეს ადამიანი, ცოტა ხნის წინ რომ მიმტკიცებდა რომ პროკურორები უნდა ჩამოიყვანოთო დასავლეთიდან, მოსამართლეები იქიდან უნდა ჩამოიყვანოთო, ის რეიტინგზე როგორ ლაპარაკობენ, კიდე ჯანდაბას კაი, მაგრამ იქიდან უნდა ჩამოიყვანოთო. სხვა ამოცანები აქვს, აი პატრიარქის შემდეგ იყო ერთიანი და ეხლა სიმბოლური დღე სპეციალურად აიღეს, უკვლავ დააფიქსირონ, რომ ქართული საზოგადოება გახლეჩილია. აი მაგის იქ ეს არის გარდაუვალი პროვოცირების წინაშე აყენებენ, იმიტომ რომ თქვათ იქა მოგროვდება სიტყვაზე 5000 კაცს მოაგროვებენ და არის იმისი რისკები, ნელ-ნელა ისეთ რაღაცას ისეთ ადგილას დადგებიან, რომ აბა მოდით და რაღაცა ჩვენ ზეიმობთ და უამრავ ეს აპრობირებული მეთოდები. ორჯერ ის არის რა ქვია, პროვოკაცია არის და ამას ლაპარაკობენ ჩვეულებს დამოუკიდებლობის დღეს უნდა მოაჯდნენ აგენტები. ჩვეულებრივი აგენტები არიან, ხო, რანაირად შეიძლება, მაგრამ დავალება აქვს რომ ქვეყანა როგორმე უნდა შეიყვანონ ჩიხში. როგორმე უნდა აურიონ სიტუაცია. ეხლა ხო დაიწყო რა ხელისუფლება, ნახე როგორ რეჟიმში გადავიდა ეს რაღაცა შეხვედრები, სატელევიზიო შეხვედრები, ზოგს დებატი ქვია, ზოგს რაღაცა გადავიდა უკვე პოლიტიკა რეჟიმში კონსტრუქციულად გადავიდა. ოპოზიცია რომელიც ადეკვატურია კონკრეტულად რაღაცებზე რა თქმა უნდა, იმას ვერ იმორჩილებენ, ანუ ვინც მიდიან ამ შეხვედრებზე, ისინი გარიყულიყავთ და როგორმე ეს ყველაფერი უნდა ჩაშალონ, ძმაო, ეს არ გამოვა, ეკონომიკაც ვითარდებოდეს. იქ კონსტრუქციული რეჟიმი შვიდობა იყოს და საზოგადოება ხო გაყვება იმას რა ქვია. მე მიხვდება რომ თქვენ არ ფასები არა. და ეს არც ერთ შემთხვევაში არ აწყობთ. ამიტომ ყველა შემთხვევაში უნდა აურიონ. და ერთი არის ახლა 26 მაისი შვენიერი ის მოიფიქრეს. ანუ საზოგადოება მთავარი არის საზოგადოების პოზიცია. როგორ შეიძლება აყვეთ აი ამ ყველაფერს რომ ცოტა დაფიქსდები ადამიანი. ხო, ცოტა რომ დაფიქსდები ადამიანი და დამოუკიდებლობაზე ვინ გელაპარაკება კაცო. დიდი მადლობა. მამალი აგენტი. მადლობა მეგობრებო. საინტერესო საუბრისთვის ჩვენ ერთმანეთს აუცილებლად შევხვდებით მომავალ შაბათს.